თქვენ ძალიან ახლო ხშირი ურთიერთობა გაქვთ მრევლთან, ადამიანებთან, იცით მათი აზრი, განწყობები, თქვენს ქადაგებებს ისმენენ, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოქმედებს ის პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომლის ძირითადი ხაზი სწორედ ის არის, რომ მხოლოდ ისინი არიან რელიგიურები, მხოლოდ ისინი არიან ეროვნულები და სხვა ყველა დანარჩენი, იქნება ეს მედია, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ დასავლეთი არის რაღაცა ბოროტების მსახური. აი მუშაობს ეს ადამიანებს. მით უმეტეს დავამატებ ხოლმე ეკლესიაშიც ამ ხელისუფლებას, ამ პროპაგანდის გამტარებელი სამწუხაროდ საკმაოდ მრავლად ყავს. კი, როგორ არის იცით, აი საერთოდ აი პატრიარქმა ბრძანა თავის წერილში, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპული კურსის ქვეყანა და ჩვენ უნდა ვიზრუნოთო იმისთვის, რომ ავაშენოთო ევროპული ტიპის ქვეყანა. და სამწუხაროდ ბევრი სასულიერო პირი არ გამოეხმაურა მის ამ წერილს. და ადრე ჩვენ სხვა სურათს ხედავდით, როცა უწმიდესი რაღაცას ბრძანებდა სასულიერო პირებიც აყვებოდნენ ხოლმე. ჩვენ ასევე ხედავთ იმას, რომ ამ ხელისუფლებას როგორც არ ესმის არც პატრიარქის შეგონება, არც ხალხის პროტესტის ხმა გაიგო. არც ცივილური სამყაროს მოწოდება და შეგონება ისმინა. და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათ გონება აქვთ წართმეული. ჯანსაღად ვერ აფასებენ სიტუაციას და ამიტომაც ამან გამოიწვია ესეთი ჯაჭვური ერთმანეთზე უარესი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან. და ასეთ მდგომარეობაში იყო ფარაონიც. სხვათა შორის ფარაონს არ ჰქონდა იმისი განჟისუნარი, რომ სწორად გადაეწყვიტა და გაინთავისუფლებინა ებრაელი ერი და არც მოსეს შეგონებას უსმენდა. და საბოლოოდ კი დავინახეთ, რაც დაემართა. ამიტომ ძალიან საშიშია თვითრჯული ადამიანი, რომელსაც საკუთარი რჯული აქვს და საკუთარი შეხედულებები და სხვისას არავის ხმას არ ითვალისწინებს. და რაც შეეხება ახალგაზრდების განწყობას და საერთოდ მოსახლეობას განწყობას, კი ბევრზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს ეს პროპაგანდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უმრავლესობა მაინც არის იმ კატეგორიის ხალხი, რომელიც ჯანსაღად აფასებს სიტუაციას და სწორ და მართალ გზაზე დგას. აი თქვენს მართალ სიტყვას ძალიან დიდი ძალა და წონა აქვს, ამიტომაც ვაფასებთ იმას, რასაც ვისმენთ ხოლმე თქვენგან. მამაშიო, ანუ ამ პროპაგანდის ნაწილშიც, აი თქვენთან თქვენი სასულიერო შვილები ყველაზე ხშირად რა კითხვებით მოგმართავენ? ანუ იმის დაზუსტება მინდა რა მუშაობს უფრო მეტად, რასთან დაკავშირებით სურთ დახმარება, რომ აი ხშირად გეკითხებიან, მამაო, რა არის ეს პროპაგანდა, არის თუ არა სიმართლე, დავუჯეროთ თუ არა, აი რა თემებია, რაც ყველაზე მოწყვლადია? ალბათ მაინც უფრო ეს რუსეთთან დაკავშირებით როგორი რაღაცა არის, იცით, აი ეს რუსეთმა კარგად გამოიყენა ეს ერთმორწმუნეობა. და აი ამ ერთმორწმუნეობის საფარველით ამ ერთმორწმუნეობას ამოფარებით ცდილობს, რომ ჩვენს მოსახლეობაზე რაღაცნაირად იმოქმედოს, რომ ის მართლმადიდებელია. და აი ეს მუშაობს ცოტა ესე შეიძლება ითქვას უარყოფითად. იმიტომ რომ დასავლეთის მხრიდან მაინც ესეთი წარმოდგენა აქვს ზოგიერთებს, თითქოს იქიდან ყველანაირი უბედურება მოდიოდეს. ეხლა კეთილი და ბოროტი მეტნაკლებად ყველგან არის. ჩვენ უბრალოდ ჩვენი გონიერება იმაშია, რომ ჩვენ ნებისმიერი სიტუაციიდან და ნებისმიერი ქვეყნიდან ავიღოთ უნდა ის, რაც დადებითია და რაც სასარგებლოა. სრულყოფილება მარტო ქრისტეშია და ღმერთში. და დანარჩენი ყველაფერი ადამიანმა, გონიერმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს სწორად და მართებულად. და საუბრის დროსაც როგორ არის იცით, არის ადამიანები, რომლებიც ექვემდებარებიან ამ გონებრივ კურნალობას, ზოგიერთი არის, აი როგორც სხეულში არის ავამტყოფობა, ხო, კიბო, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ იკურნება. შევამჩნიე, რომ ესე აზროვნებაშიც ყოფილა ესენი რა, არსებობს აზროვნების კიბოც. თუმცა ადამიანი
ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან. იმდენად დაბნელებული აქვს გონება. ამიტომ ცოტა უცნაური, რომ მე ხშირად შემხვედრია, მე და ელისოც საოკუპაციო ხაზთან ვიყავით და ბომბების, ომების მიღმაც, ხო, რეალობა ასეთია, რომ რუსებმა ჩვენს საოკუპაციო რეგიონებში, ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენი ფრესკები გადაღებეს ეკლესიებში, გადაათეთრეს და მაინც ერთმორწმუნეა ამტკიცებთ. ხო, აი ზუსტად ალბათ თქვენს ანალიზის თქვენი ამ ანალიზის პასუხია ეს. აკვირდებიან ახლაც კი, როგორ ხოცავს რუსეთი უკრაინაში უდანაშაულო მოქალაქეებს, ქალებს, ბავშვებს. საერთოდ დიქტატორებს რო აკვირდები, ყოველას ერთნაირი ხელწერა აქვს. თუნდაც აი ირანი დღეს რასაც აკეთებს, როგორ ხა გუშინ იყო თუ არ ვწდები, დაბომბა საავადმყოფო. იგივე საკეთებს რუსეთიც, ხო, ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას. ეს სისასტიკე საერთოდ არის დიქტატურის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი. ერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ იქამდე მივიდეთ, მაგრამ ის გზა რა გზითაც ესენი მიდიან, ტაძრამდე ნამდვილად არ მიგვიყვანს. ეხლა თითქოს გზითაც ესენი მიდიან, ეს დღევანდელი ჩვენი ოცნების წარმომადგენლები, ეს გზა ღმერთამდე არ მიგვიყვანს და არც თავისუფლებამდე. ამიტომ დღეს ის ადამიანები, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ისინი ავტომატურად იბრძვიან ჩვენი ეკლესიის თავისუფლებისთვისაც. ამიტომ მე ვამაყობ, რომ ესეთი გამბედავები არიან და მიხარია ესეთი ქართველების არსებობა. თუ არა ტაძრისკენ, მაშინ საით მიდის ის გზა, რომელთაც ოცნებას მიყავს სახელმწიფო? ორი გზა არის საერთოდ. ერთი გზა, რომელსაც ადამიანი ღმერთამდე მიიყვანს და მეორე გზა, რომელსაც ადამიანი ჯოჯოხეთამდე მიყავს. სხვა გზა არ არსებობს. ან მონობისკენ მიდის ადამიანი, ან თავისუფლებისკენ. ადამიანი თავისი ცხოვრებით ან წმინდანი ხდება, ან კიდევ ცხოველს ემსგავსება.